თელავში ერეკლამეორის მოედანზე ყოველწლიური რეგიონული ფესტივალი ჭაჭა 2025 გაიმართა. იგი მუსიკალურ თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა. ჭაჭა ერთადერთი რეგიონული ფესტივალია, სადაც 8 მუნიციპალიტეტი ერთობლივად მონაწილეობს. სტუმრებს კახეთის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი თემატური, გასტრონომიული და კულტურული სივრცეები დახვდათ. გაიმართა ჭაჭის ნიმუშების გამოფენა გაყიდვა. კახეთის რეგიონში უკვე მერვე წელია ტრადიციულად იმართება ჭაჭის ფესტივალი. აღნიშნული ფესტივალი ორგანიზებულია საქართველოს კულტურის პალატის მიერ და წარმოადგენს ერთადერთ ფესტივალს, სადაც კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტი არის თანაავტორი. აღსანიშნავია, რომ ჭაჭის ფესტივალზე წარმოდგენილი ადგილობრივი ჭაჭის მწარმოებლების და მეღვინეების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის გამოფენა გაყიდვა, ასევე მოწყობილია სხვადასხვა თემატური და კულტურული კუთხეები. აღსანიშნავია, რომ როგორც კახეთის რეგიონიდან, ასევე საქართველოს ყველა კუთხიდან წარმოდგენილია ვიზიტორები. გამარჯვებულებს მინდა მიულოცო, იმიტომ რომ დღეს 100 კომპანიამდე მეტი იყო წარმოდგენილი ჭაჭის ფესტივალზე და მე მიხარია, რომ ფესტივალმა მიიღო საერთაშორისო ვიზიტორები იყო ძალიან ბევრი ჩამოსული თელავში და მე დიდი მადლობა მინდა უთხრა თელავის გუბერნიას, ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ჩართული საკვატეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იმიტომ რომ მათი ხელშეწყობით უკვე 8 წელია ეს ფესტივალი ტარდება და ყველა გამარჯვებულს მინდა წარმატებები უსურვო. ქართული პროდუქტი ჭაჭა 2011 წლიდან რეგისტრირებულია საკვატენტის მიერ, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, ასევე ჭაჭა დაცული არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და სხვა სახელმწიფოებში. ეს ფესტივალი მაქსიმალურად ხელს უწყობს ჭაჭის პოპულარიზაციას, ასევე ის ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსის მქონე ქართული პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ქვეყნის რეგიონალურ განვითარებას.